მეგობრებო, ამინდი უფრო და უფრო გაუარეს და ოპა მეგობრებო, ამ ვიდეოში გვექნება გათამაშება და ვიდეოს პროცესში ვიტყვი, რა პირობები გვექნება გათამაშებისთვის, რა გათამაშდება და მოგებისთვის რა იქნება საჭირო. ამიტომ ვიდეოს უყურეთ ყურადღებით, რათა მიიღოთ ერთი შანსი, მოიგოთ ის პრიზები, რასაც შემდეგ ვიდეოში დავასახელებ. ასე რომ გისურვებთ წარმატებას. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ფარავნის ტბაზე ვართ ამოსული. ულამაზესი ადგილია, არაჩვეულებრივი ხედებით. დღეს აქ ვიკემპინგებთ. მექნება გემრიელი საზანის მწვადი. თქვენ კი ეხლა მოიმარაგეთ საჭმელი, ან სნექები და ჩაუჯექით ჩემ ვიდეოს და გავუნყევით ამ თავგადასავალში. აქ კავშირი კარავს სწორი ადგილია, ეს ყველაფერი არ შემიშლის. უბრალოდ ერთადერთი ძლიერი ქარია რა და შეიძლება წესის თემაზე პრობლემა შემექმნას. სიგრილია, ცივა, სადღაც 17-18 გრადუსია. კიდე რაღაცეები დამჭა ჩამოსატანი, იმათაც ჩამოვიტან და შევუდგები კარვის გაშლას. კარვის გაშლას მინდა შევუდგე და სამ კარვის გაშლას დავიწყებდი. დაცული ტერიტორიების სააგენტოდან მოვიდა ორი კარგი ადამიანი. გამომკითხეს, საიდან ვიყავი, რატო ვიყავი, ამოსული რა იყო ჩემი დაშქრობის მიზანი. ჩემი არხიც დააფოლოვეს და თქვენც უნდა დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა და ვიდეოს და ლაიქება. მომეწონა რომ ესეთ ყურადღებას აქცევენ. დაცული ტერიტორია არისო და მაგიტო ყველა ვინც მოდის ყველა სამრეცხოზე სვამთო. ფოკასში გადასვამით ეს კადრები გადაიღებო და უბრალოდ ვერ გადავდივარ, შეიძლება გადავიდე, იმიტომ რომ ელემენტები რაღაცა არ მომწონს. რეინჯი არ მაქვს იმდენი, რომ ბოლომდე დავბრუნდე და თუ რაღაცა შევძელი ფოკასში გადასვლა, აუცილებლად გადავიღებ ფოკასაც. ვიცი, ერთი კარგი ისტორია ვიცი, ძალიან ლამაზი ადგილია. კარგი დიდი ისტორია აქვს. და თუ შევძელი გადავალ და გადავიღებ. ეხლა კი შევუდგები კარვის გაშლას.
ერთი ჩამოსაკიდია უნდა ეს. თავარი მოვილია, არავი გაშლილია. აი ხა ვიწყებ კემპინგს რა. კარვის გაშლას რომ მოვილებ, აი რელაქსი უკვე მერია. საზანი მაქვს ნაყიდი, მაგის შეწვას ვაპირებ მაღალზე, მაგრამ მაგას საღამოსთვის ვიზა. მანამდე ცოტა წაუხემსებ, თორე არაფერი არ მაქვს ნაჭამი და სანამ გარეთ ცეცხლს დავანთებ ჩემი გაზით შიგნით გავამზადებ. ისეთი ქარია რომ აქაც კი უბერავს. ცეცხლის დასანთელად ორადორი ბურთულა მაქვს დარჩენილი და იმედია მეტი არ დამჭირდება, ორი ფიზიკურად აღარ მაქვს. ეგრული მშალი აჯიკა დავამატე და მარილს დავამატე.
მოკლედ მეგრული აჯიკა ყველაფერს უხდება რა. არც მაქვს წყალი წამოღებული. ნაბეღლავზე ვარ. მეთქი ვიფიქრებ. მასთან ახლოს ვიყიდით ხო და არ ქონდათ ნაბეღლავი ქონდათ მარტო. ასე რომ ხალი არ გვაქვს ნაბეღლავი. კარგად ძლიერი ქარია, გარედან უნდა გავამაგრო დამატებითი სამაგრებით, თორე შეიძლება წამიქციოს კარავი. ახლა უფრო უსაფრთხოდ ვიქნები. არ მეგონა თუ ეს სამაგრები დამჭირდებოდა, მაგრამ ხანმა მოიმატა და საჭირო გახდა ამათი გამოყენება. სიცხეს თავი არ სკივა და კარვის საქსევა ჯობია ეკეთოს რა. ეხლა კი წავიდეთ კაპუჩინო დავლიოთ. ნახოთ ამა როგორი იქნება ნაბეღლავის კაპუჩინო. წყალი არ გვაქვს. წერო მქონდეს Wild Dogs დავაწერთ. უნდა შევუდგე და ადგილს ვეძებ და კარგად დავანთო, თორე ისეთი ქარია შეიძლება ჩამიქროს და აი ეს ვიპო. აი ეგ მინდა რომ ავანთო და ვეცდები აბა.
მეგობრებო, გვაქვს მხოლოდ 2 ცდა. და იმედია გამოგვიყვება. ისეთი ღრუბელი მოდის. რავი თუ მაცადა თევზის შეწვა კაია. მეგობრებო, ეხლა რაც შეეხება ჩვენს გათამაშებას. ჩვენს გათამაშებაში გათამაშდება 2 პრიზი. მონაწილეობისთვის აუცილებელი იქნება გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაალაიქოთ ეს ვიდეო და კონკრეტულად ამ ვიდეოზე დატოვოთ კომენტარი. კომენტარის ტექსტში არ გზღუდავთ, რაც თქვენ გინდათ ის დააკომენტარეთ. და პრიზებს რაც შეეხება, პირველი პრიზი გამოვლინდება, როცა არხი ავა 5000 გამომწერზე. დაუბრუნდებით ამ ვიდეოს და რანდომულად ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარს ავარჩევთ და გადავცემთ ჩვენს გასაბერ ნავს. ეს პირველი პრიზი, ხოლო რაც შეეხება მეორე პრიზს, მეორე პრიზი გამოვლინდება, როდესაც არხი ავა 10000 გამომწერზე, მაგ დროსაც დაუბრუნდებით ამ ვიდეოს კომენტარებს და რანდომულად იქაც ავარჩევთ მომხმარებელს, რომელსაც გადავცემთ ჩვენს ულამაზეს კარავს. ეს მოხდება 10000 გამომწერზე. არ დაგავიწყდეთ. შანსის მისაღებად აუცილებელია გამოწერილი ქონდეთ ჩვენი არხი და ლაიქებული ქონდეთ ეს ვიდეო და არა მარტო ეს ვიდეო და შეგიძლიათ ყველა ვიდეო დამილაიქოთ და კომენტარი აუცილებლად უნდა ქონდეთ კონკრეტულად ამ ვიდეოზე დატოვებული, რომ მიიღოთ შანსი გამარჯვებისთვის. მეგობრებო, ამინდი უფრო და უფრო გაუარეს და წვიმა დაიწყო. ქარიც თავიდან აქედან უბერავდა, ეხლა პირიქით აქედან უბერავს. აქეთაც დავამატე დამატებითი სამაგრები და იმედია დაიჭერს. ეს ღრუბელი იმედია ჩვენკენ არ წამოვა რა იქეთ. ძალიან მაგარი წვიმა ეთყობა. გადაივლის ეს ღრუბელიც და კეთესი ამინდი იქნება. ცეცხლი დავანთე და თევზის გამზადებას დავიწყებ ახლა. აუი, ნაპირზე რა ხდება. მაგრამ ზურგის ქარია და ჩვენსკენ არ წამოვა ალბათ ეს ღრუბელი. აი თუ რამე მზადოა რა, კარავი კია გაშლილი და არ მეშინია. თავარია ცეცხლი არ ჩამიქროს და ოპა სამწუხაროდ ბაგანწუმაში მოვყევით. ოხ კიდე კაი გამაგრება მოვასწარი გარედან, თორე ვერ გაუძლებდა. აი, ეხლა იტესტება სერიოზულ წვიმაში ჩვენი კარავი. ჯერჯერობით შრალად ვართ. ცეცხლი ჩაქვრება დიდი ალბათობით, მაგრამ მანქანაში მაქვს შრალი შეშა კიდე და თუ რამე იმით ავანთებ, მაგრამ ბამბა გამომელია აღარ მაქვს მეტი და ნეტა თავზეც დამედო ერთი დიდი ქვა აღარ დააწვიმდა.
აი ხო, აი გეყოფა ახლა, აღარ მინამდები. რა უცებ შეიცვალა ამინდი. სულ არ ველოდებოდი იმას. როგორ უცებ ამოვარდა, მაგრამ თაც ეგ არის მეგობრებო. 5 წუთი კარგი ამიდია, 5 წუთი ავდარია. აბა მოინდომეთ მეგობრებო 10,000 გამომწერზე აიყვანეთ არხი და იქნება ჩანსი მოიგოთ ეს უმაგრესი კარავი. სტატივი დამჩა უნდა ავიღო. მე გამიფუჭდება. Чаките. Благодарность. ჩვენი ცეცხლი ხარ ყოჩაღობს. თევზი უნდა შეწვა მეგობარო თევზი. გამოანათე რა, მოდი შენ, მოდი აქეთ შენ. აღარ გვინდა ეს წვიმა. მეგობრებო, დღეს ჩვენი თავარი კერძი იქნება შემწვარი თევზი. როგორ დავიჭირე ეს თევზი, მაგას ჩავსვამ ვიდეოში. ეხლა იხილავთ. კარპი ხოჭტილი საზან. რომელი უფრო კაია? კარპი კაია. ხო და კარპი იყოს. Robert Carpini seçimdi değil mi? ეს საზან. Sazan etti da. Yeli sazan. კილო 800. ეს საზანია, ხო? ხო. გამოდის, აი ნახე. ო, და ის რა ქვია? კარპი სადაა, აბა? კარპ ნიეტუ? მაგრამ სანამ თევზის გამზადებას დავიწყებდე, მანამდე და ადი გამოვაცხო, იმიტომ რომ თევზი მალე მზადდება და იმერელი კაცისთვის კიდე შემწვარი თევზი ჩადის გარეშე არაფერი არ არის, მოდი აიმერლები დამეთანხმებით. ადის ხული ყველაზე გემრიელი არის ნაბეღლობზე გამზადებული. რაღაცნაირად უფრო ჰაეროვანი გამოდის, უფრო რბილი გამოდის, ვიდრე უბრალოდ ჩვეულებრივ წყალზე მოზიებული. ჭადის რომიც გამზადებულია. ახლა ტაფას გადმოვიღებ, ცოტასაც დავამატებ და დავიწყობ ჭადის გამოწყობას.
ეხლა დროა თევზის მზადება შეუდგე. 2 კილოგრამიანი საზანი მაქვს ნაყიდი. საკმაოდ კარგად გამოიყურება და ყველამ სადაც ვიყიდე რამდენიმე ადამიანი იყო და მიჩიეს რომ შეწვიო. ეს მოხარშული უყვარსო, მაგრამ შემწვარი ჯობიაო და შევწვა თავად და ვნახოთ როგორი გამოვა. მეგობრებო, ცოტა პრიმიტიულ პირობებში გვიწევს ჩვენი თევზის მომზადება. მაგრამ რა უშავს. ყველა ბუნების შვილი ვართ. ცოტა დაგვეწვა, მაგრამ ეს არაფერი. მიერი სულაქვს. მოვი თევზიც გამზადდა. შევამოწმე ხუთი. აუ საოცარი სურნელი ტრიალებს რა. აუ გენაცვალე. აბა წავალი ხაზებით მოვიმზადებ სკამს რამე და
ხო, მოვიდა. მოკლედ ვიზუალი აქვს ძალიან მაღალი. წვნიანია, წვენი კიდე გასცეს. აი მეგობრე, იმერლების სავიზიტო ბარათი. ეს თევზი ისე მომეწონა, ლუდი კიდე მოვიწნა. მეგობრებო, ჩვენი არხის სპონსორია Miller Estate Group-ი. მათ ლინკებს სახწერაში დავტოვებ. კარგი ხალხი არიან. გადადით ლინკზე დაუკავშირდით, თუ გესაჭიროებათ ის დაკონებასთან დაკავშირებით დახმარება, ყველაფერში დაგეხმარებიან, გაყიდვა, ფოკაში მინდოდა გადასვლა, მაგრამ ეს ჩემი ბოლო ამოსვლა არ არის ფარავანზე. მანქანა რო ჩამოვა, აუცილებლად წავალ ფოკაში და ერთ ვიდეოს ფოკადან ჩავწერ. შეიძლება უკვე პოვლიც იყოს მოსული და ძალიან მაგარი ვიდეო გამოვა. მინდა წავიდე, ღამე დარჩენას ვაპირებდი, მაგრამ იმდენად გემრიელი თევზია, რომ არ მინდა მაღაზია დაგეთოს გზად იყიდება და მინდა მივასწრო და ორი თავი კიდე ავიღო და ჩემს წავიღო. ძალიან მიყვარს თევზი, განსაკუთრებით ჩემ პატარა დანიელი და აუხარდება ძალიან. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეო დალაიქება, გათამაშება პეიჯით, რაც უნდა გააკეთოთ გათამაშებისთვის. წარმატებებს გისურვებთ. საერთოდ კამერას ვიაბრუნებ და ამ ლამაზიტებით აგებსიდებით კარგად ვსანდებოდეთ მომდენო შეხვედრა. კი ჩამოვიდა ჩემი ტანკი. ისე ეს რო დავლიფტო და იმ ჯიპს დავანებო, თავი დავტოვო ამერიკაში.
მეგობრებო, გემშვიდობებით, მადლობა რომ მიყურებდით, გემშვიდობებით მომდევნო ვიდეომდე. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, გათამაშების წესები იცით, რაც უნდა ქნათ, ყველას წარმატებებს გისურვებთ. აუცილებლად გათამაშდება პრიზები, სიტყვის კაცი ვარ და როცა სიტყვას ვდებ, იმას აუცილებლად ვასრულებ. მე კი წარმატებებს გისურვებთ. კარავი ავკეცეთ. მანქანაში დავაბინავე უკვე ყველაფერი. ცეცხლიც ჩავაქვრე. ნაგავს საერთოდ არაფერს არ ვტოვებ და ყველა უნდა გაითვალისწინოთ ეს ფაქტი. ძალიან მაგარია მანქანა რომ მოვიდა, აი ისე შემეშველა რომ ძალიან მაგარია. ჯიპი რო ჩამოვა, ბევრად მეც შევძლებთ. კარგად იყავით, აბა, გზად შეიძლება კიდე გადავიღო რამდენიმე ვიდეო. მე მომდევნო ვიდეომდე გემშვიდობებით. აბა, შეხვედრამდე. ულამაზესი ფარავანი. აქედან თბილისამდე არის 140 კილომეტრი. რეინჯი დარჩენილი გვაქვს 122 კილომეტრი. მაგრამ დაღმართებია აქედან და წესით უნდა ჩავიდე. ნახოთ აბა. კუმისში გავჩერდი და სადღაც გამოვიარე 120 კილომეტრი. 122 კილომეტრი ქონდა რეინჯი. დარჩენილი მაქვს კიდე 60 კილომეტრი. ახლა მიხვდებით თუ რა მანქანაა ტესლა.